მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო სტუდიიდან გზაგასაყართან ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები საუბრობთ ელისე წინასწარმეტყველზე სტუდიაში მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია გიორგი მოგესალმებით ძალიან კარგად მოგვარდა ასე იგი ეს რთული თხრობა ელისე წინასწარმეტყველის შესახებ გამოიკვეთა საკითხები და ძალიან მოხარული ვარ ამის გამო მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენ ვართ მეფეთა მეოთხე მეფეთა მეექვსე მეშვიდე თავებზე და დღეს უნდა გავაგრძელოთ თხრობა სამარიის ალყის შესახებ. გიორგი, ესე იგი ჩვენ ნახეთ გავყევით თხრობას წინა გადაცემაში, როდესაც ელისემ დააბრმავა შემოსული ლაშქარი, მერე მიგვარა იორამს მეფეს, არ დაახოცინა ისინი, აჭამეს, ასვეს და ესე მობიერი მოპყრობით გაუშვეს იმ იმედით, რომ აღარ დაბრუნდებოდნენ საომრად. თუმცა გავიდა რაღაცა დრო და კვლავ ხედავთ ჩვენ რომ ტერი შემოსული არის და სამარია ალყაშია. მართალზანაც მამანდრე უბრალოდ იქ ერთი მითითება რომ გარკვეული პერიოდი დამასკოდან ჯარი მართლა არ წამოსულა ისრაელზე და ისრაელმა რაღაც პერიოდი ამოისუნთქამით და შესაძლებელია ისრაელისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანიც იყო რომ ელისეს დაუჯერა მეფემ და დამასკო არ გააღიზიანა უფრო არ გადაიმტერა, ვინაიდან გარკვეული პერიოდი მართლა ისრაელს აქვს საშუალება სულის მოbrunების. მაგრამ ის რაც ბოლოში ბრძანეთ ეს განცილებით მნიშვნელოვანია და განცილებით პრინციპულია, ვინაიდან მტერი არ განებებს თავს, ის ბრუნდება უკან და ჩვენ ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ვხედავთ სიმბოლურ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებას თუ დაუთმობ ის კიდე შემოგიტევს და ისე შემოგიტევს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებს. არ უნდა დაუთმო, არ უნდა მისცე გასაქანი მოქმედების, უნდა შეებრძოლო და უნდა დაამარცხო. სამარიის ალყა ხო ისტორიულ პროცესებსაც შევხედოთ. გამოწვეულია იმით, რომ ამას ჩვენ სხვა დროსაც ვიტყვით, რომ თვითონ სირიის სივრცეში საკმაოდ ისეთი ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბდა ის ბუფერულ სახელმწიფოდ განიხილება ისრაელისაგან ჯერ კიდევ აქაბის დროიდან ვინაიდან სირიის ჩრდილოეთით ასურეთის იმპერია უკვე ძალას იკრებს და ცოტა ხანში სალმან-ასალ მესამე საკმაოდ ისეთ ლაშქრობებს განახორციელებს, რომელიც ძველი ახლო აღმოსავლეთის რუქის ფუნდამენტალურ ცვლილებას დაიწყებს. მაგრამ აი ამ ეტაპზე სირიისათვის მნიშვნელოვანია სამხრეთული პრობლემის ბოლომდე მოგვარება, რომ მას მთელი აქცენტი ჰქონდეს გადატანილი სწორედ ასურეთის წინააღმდეგ. აი ეს ალყაც სამარიის ალყა ისრაელში სირიის საოკუპაციო ძალების შემოსვლა ამ გეგმის ერთი ნაწილი გახლავთ. საკმაოდ მძიმე ფერებშია დახასიათებული გადმოცემული წმინდა წერილში სამარიის ალყა. ზოგადად ალყაში მოქცეული ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ წმინდა წერილი აქ ისეთ საშინელებები ხდება ხო შიგნით. ისეთ დეტალებზე აკეთებს აქცენტს, რომ ძალიან მძიმე საკითხავია და მძიმე მოსასმენია ეს. ჩანს მეფე იორამის სახეც. მაგრამ ჩვენ ახლა მეფე იორამს ვერ ამოვწურავთ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე, როდესაც ვისაუბრებთ ომრის დინასტიის დასასრულს შევეხებით. იქ უკვე კარგად გავაკეთებთ რეზიუმირებს, ამიტომ მსმენელს მინდა წინ უთხრა, რომ რასაც ახლა ვიტყვით, ეს კიდევ არ არის დასკვნა. ჩვენ კიდევ გვაქვს რაღაც სათქმელი. ჩანს მეფე იორამი, ისე როგორც ზოგადად ეს მეფეს ევალება ძლიერ დადარდიანებულია თავისი ქვეყნის ხვედრზე და იორამთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, რომ მან ბაალის ოფიციალური მსახურება მოშალა. არ ამოუძირკვავს, მაგრამ აი საკულტო, სახელმწიფო რელიგიად მისი ყოფობა დაასრულა. ის რიგითი ღმერთის სახით არის,
მაგრამ ასე ვთქვათ იეზებიელი სულ ვერ იმაშვება. ისე ვერ აკონტროლებს ამ რელიგიურ პოლიტიკას, როგორც აქაბის დროს აკეთებდა ამას. და აი დადარდიანებული მეფე, რომელიც ხვენზე დადის და აშკარად არის, რომ ჩაფიქრებულია ქვეყნის ხვედრზე და თავის მომავალზე. შეძახებს ხალი, მიშველეო მეფეო. და ეს იმდენად მძიმე პერიოდია, რომ მეფეს გონია, რომ ეს ხალი საშუალად უხმობს მეფეს, იმიტომ რომ შია. და წმინდა წერილი გვეუბნება ამ შიმშილის გარემოს, რომ ვირის თავით ძალიან ძვირიღის და იყიდება 40 ვერცხლი და იყიდება მტრედის სკორეც კი. მტრედის სკორე იყიდება, როგორც ნეტარი თეოდორიტე მიუთითებს და ზოგადად ამას ასე უყურებენ, რომ ეს მტრედის სკორეს უსვამდნენ აი ამ იმას, რა ქვია, ხორცს, ვირის თავის ხორცს და ამით ამარილებდნენ და ამ გემოვნებას თუნდაც საოცარ ძიმე მდგომარეობაშია იქაურობა და გვეუბნება ექსეგეტი ამ ვირის ხორცის ჭამა და ამ მტრედის სკორის გამოყენება მიუთითებს ცოდვილი შინაგან მდგომარეობაზე რამდენად დაბინძურებულია და რამდენად ადამიანურობისაგან გამდგარია მისი მდგომარეობაო და ამას ახასიათებს. და ჩვენთვის რა არის ახლა საინტერესო? საინტერესო არის ის, რომ მეფემ გამოხედა და ამ ქალს ყვედრებით უთხრა, საიდან გიშველო, საწნახელიდან თუ კალოდან. ღმერთი ხო არა ვარ. ღმერთი თუ ვერ გიშველის. ღმერთი თუ ვერ გიშველის. ანუ აქ მეფე იორამი სლურ დაუძლურებაზე აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაზე, იმიტომ რომ მამა როგორ მდგომარეობა იცით, სამარიას ჰქონდა სამი კედელი. ქალაქ სამარიას ჰქონდა სამი კედელი, უშუალოდ ქალაქის კედელი რაც იყო, მერე იყო თხრილი და ჰქონდა აი იმასე დაბლობზე მეორე კედელი და კიდე ჰქონდა მთის ძირში ჰქონდა მესამე კედელი. და მტერი რომ მოვიდეს კედელთან ახლოს ძალიან დიდი ძალა ჭირდება და შენ ძალიან სუსტი უნდა იყო ამ დროს. სამარი ამით შეარჩია ომრემ. იერუსალიმსაც ხოდა შეუსკავსი ის ქონდა. და როდესაც უკვე შენ კედლებს ვეღარ იცავ და მტერი უკვე აი ამ მეორე კედელთან ახლოს არის მოსული და შენ ქალაქის არ შეგიძლია, ეს სასოწარკვეთილება სრულად ბუნებრივი ხდება, ურწმუნო ემუქრება ელისეს. ემუქრება ელისეს, ხო, აი სრულად ურწმუნო მეფის იმაში ხელში, ხო? ელისეს რო ემუქრება, ეს არის ალბათ იმის გამო, რომ არ დაახოცინდა თავის წარმოებული ლაშქარი. აი ეს არის, აი ამას უნდა მივახსოვოთ. საღამომდე მხრაზე თავი არ შერჩება ელისეს. ხო, ესე იგი გამწარებული, იმიტომ რომ ახლა ეს ხალი რო ეტყვის, რომ რა გინდაო მეფე მაინც ეუბნება ამ ხალს, რა გინდაო, ეს ხალი საშინელამეს ეუბნება აი იმ ქალთან ერთადო მიუთითებს. უშინ მითხრა რომ მოდიო მოვხარშოთო შენი შვილიო და შევჭამოთო დღეს და ხვალ ჩემი შვილი მოვხარშო და შევჭამოთო დაუჯერეო და მოვხარშოთო ჩემი შვილი და შევჭამოთო. და დღესაო თავი შვილი აქვს დამალულიო და ახლა გამოიყვანოსო და პირობაში ასრულოს და თავი შვილი მოხარშოს. მოიხვდებით სადამდეა დაცემული, რამძიმე მდგომარეობა, კანიბალიზმიც აღარ არის, შვილის ჭამაზე არიან გადასულები. შვილის ჭამაზე. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აი ეს ასეთი გაპარტახება მოდის, ოდესაც აქამდე მიდიოდა წლების განმავლობაში. წლების ხო ეს არ არის, ეს აბსოლუტურად გეთახმებით, მამანდრე ეს არ არის რაღაცა ერთი ალყის შიგნით მოქცეული, არა, აქამდე იორობოამის მერე ეტაპ მიდიან აქამდე, ეტაპ მიდიან. აი როგორც ვამბობდით, იორობოამის დროს შეიძლება კი არა მოენატროს ისრაელს. ასია ზუსტად ესე არ ხდებოდა. ხო, ახლა უმძიმესი მდგომარეობა, ახლა იორობოამის პერიოდი არის არატრელი ამათთვის. ხო, ნუ უმძიმესი მდგომარეობა და ჩვენ რა ხაზი გვაინტერესებს, ჩვენ აი ეს გზაგასაყარზე ვსაუბრობ, ჩვენ ამ გზაჯვარედინებზე ვსაუბრობ და უნდა ვნახოთ, რომ აი არამართებული მიმართულებით, ოდესაც მიდის ცივილიზაცია, იქ იმ მომენტში ამას ამართლებს, ის სახელმწიფოებრივად არის საჭირო, მაგრამ ოდესაც ის სულიერ მოთხოვნილებებს არ ეპასუხება, როდესაც ის მორალურ კრიტერიუმებს შლის, ის აუცილებლად იხსნება და მივა ამ დონემდე. ხო, კიდე უარის დონემდე. ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბროთ, რომ ისრაელი საერთოდ პოლიტიკური ლიკვიდაციის შესახებ განაცხადებს. ანუ აქ რა არის საინტერესო მამანდ ჩვენ აქცენტი რაზე უნდა გავაკეთოთ, ბიბლია რაზე გვაკეთებინებს აქცენტს, ქრისტიანული ეგზეგეტიკა რაზე გვაკეთებინებს აქცენტს, აი ადამიანს ეუბნება ღმერთი, რომ როგორც კი შეჭამს სამხესნაყოფს, სიკვდილით მოკვდება, შეჭამა ადამიანმა 930 წელი ცხოვრა. და რა
არ ახსულდა ღვთის სიტყვა რომ შეჭამს თუ არა მოკვდება როგორ არა შეჭამს თუ არა მოკვდება ნიშნავს არა იმას რომ შეჭამ თუ არა ანუ დაარღვევ თუ არა მცნებას ეგრევე გათავდები არა ნიშნავს იმას რომ შენში დაიწყება პროცესი რომელიც საბოლოოდ სიკვდილამდე მიგიყვანს როდესაც ვამბობთ რომ ადამიანის სახელმწიფო დაიფარა ღმერთმა აქ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ის რომ მაცოცხლებელი სული რომელიც ღვთისგან არის მადლით ახსავსე ზნეობრივად, მორალურად ღვთის წინაშე ამ ადამიანებს აძლიერებს და აქამდე აღარ დაეცემიან ესენი. დაცლილი ამ მადლისაგან და ღვთისულისაგან დაცლილი შეიძლება რაღაცა პერიოდი ზეიმობდეს თავის მიწიურ წარმატებას, ეკონომიურ ზრდას ან სახელმწიფოს ზოგადად სიძლიერეს, მაგრამ სინამდვილეში პობის პროცესი და გახსნის პროცესი დაწყებულია, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ სახემდე შეიძლება დავიდეს ცხოველურ რაღაცა ქმედებამდე, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც ახლა ჩვენ მივადექით. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი გავიხსენოთ ამ ანდრე ჩვენ მაინც რაღაც ერთლიანობაში უნდა ვილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც კაინის ცივილიზაცია აქვს საუბარი წმინდა წერილს ის ამ ცივილიზაციის რეზიუმირებას აკეთებს ორი ასეთი განაცხადით რომ ეს ცივილიზაცია დალამექებულია, ანუ დასუსტებულია და ამ სისუსტეს გვეხსნის იმით რომ აქ ყვავის ეკონომიკა, აქ ძლიერია ჯარი, აქ განვითარებულია ტექნოლოგია, აქ ადამიანის ვნებებს ყველანაირი დაკმარების სივრცეა გახსნილი, აქ კულტურული დომინირების პრეტენზია არსებობს მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება ეს არის სისუსტე. იმიტომ კი არა ცივილიზაცია არ უნდა ვითარდებოდეს. იმიტომ კი არა ცივილიზაცია უნდა ძლიერდებოდეს, არ უნდა იმას არ უნდა ფიქრობდეს კულტურულ დომენ. არა, ცივილიზაციას ეს ევალება და ვალდებულიც ეს აკეთოს. მაგრამ როდესაც ის არ დგას მორალური სიმყარეზე, როდესაც მას სულიერი გაღწნის, მორალური გაღწნის, ის აქვს, რა ქვია, საფუძველი აქვს ის აუცილებლად ამ ყველაფერს გახარჯავს თავის ლიკვიდაციისათვის. აქამდე მიიყვანს აუცილებლად. ზუსტად იგივე ვხედავთ აი ეს ისრაელის აი ეს პერსპექტივა, როგორც კი ის ღმერთს დაცილდა, გულისხმობს სწორედ ამას, რომ ის უნდა დასრულდეს, ის ასე რატო ვერ გააგზავნოს, მანდ არსი რა არის ამისა. ამისი არსი არის ის, რომ ისრაელში მოისპო ის, რამაც უნდა შეინახოს ისრაელი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისრაელში მოისპო ის, რამაც უნდა მოდი ვნახოთ რა მოისპო ისრაელში, რა გააკეთა ელია თესბიტელმა. ელია თესბიტელმა ააგო საკურთხეველი. ღვთისმსახურებაა მოშლილი ისრაელში. ის ღვთისმსახურებაა, რომ ინახავს ისრაელს. ეს იმას კი ანიშნავს, რომ ისრაელს ღვთისმსახურება ჭირდება და ჯარის გაძლიერება არ ჭირდება, ეკონომიკის გაძლიერება არ ჭირდება, კულტურული წინსვლა არავითარ შემთხვევაში ჭირდება ჯარის ძლიერებაც, ფინანსური ძლიერებაც, კულტურული წინსვლაც, ტექნოლოგიური წინსვლაც, როგორ ყველაფერი ეს ჭირდება. მაგრამ შედეგი ამას აქვს, როდესაც შენ ღვთისმსახურებასთან ახარ დაკავშირებული. აი ეს უცა არა გაქვს, აი ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ მოაქვს და ის უხდება. ელია ეს იყო. ელიამ თავის დროზე ჩვენ რამდენჯერ მიახვიშეთ, მოსეს მსახურება აღასრულა და ეს ელია და მოსე ორივე დგას მე თაბორის თაზე, რატო თაბორის თვიდან ჩვენ თავარი რამე გვესმის, რაზეც გოლგოთაზე ვიაზრებს. ეს არის ის, რომ ღვთისმსახურება არის ის, რის გამოც მოსულია ქრისტე გამოიხსნა ადამიანი, რომ ადამიანის არსებობას შინაარსი არ დაეკარგოს და ის შინაარსი მარილით იყოს დამარილებული, რომელიც არ უნდა განკარდეს არავითარ შემთხვევაში. ეს არის სწორედ ღვთისმსახურება. აი მარილი ახსენე გიორგი და ჩვენ შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ მარილი რომელიც დაამარილებს და არ აძლევს გახსნის საშუალებას, იგივეა, როდესაც ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და იწყება სხვადასხვა დაავადებები, მერე ამ სიმპტომატიკასთან ბრძოლას ბევრი არაფერი არ მოაქვს, თუ სათავე არ მოიძებნა დაავადების და ამ სისუსტის მიზეზი. და ადამიანი, რომელიც და სახელმწიფო, რომელიც უარყოფს საღვთო მადლს, სიწმინდეს, ამ გამოვლინებულ პრობლემებს მე სიმპტომატურად ებრძვის და სათავეს ვეღარც კი ხვდება, დავიწყებულიც კი აქვს ახურება, როგორც იორამს დასჭირდება და უსმენს წინასწარმეტყველს და მალევე ავიწყდება მე, რომ წინასწარმეტყველი არ არის თავის გამოგონების თქმელი, არამედ საღვთო სიტყვას ამბობს.
და თუ უსმენ, უნდა მოусმინო თავიდან ბოლომდე, გაჰყვე თავიდან ბოლომდე, მათ შორის ყველაფერში, მსახურებაში, აღადგინო ის, რაც ჟულით იყო მოცემული და აქ თუ ბაალის კერპი ჩამოალაბორანტეს და აღარ არის მთავარი, მაინც დარჩა ეს და მიმდევრები მაინც ყავს ამას. რა ბაალის კულტი ჩვეულებრივად უბრალოდ ბაალის კულტს მოეხსნა ის მაღალი სტატუსი სახელმწიფო სტატუსი. ხო, ის სტატუსი თორე ბაალის საკერპოებითაა სავსე ისრაელი. ხო და ეს სწორედ მაგაზე ლაპარაკობს, რომ შორს არის იორამის სამეფო იმისაგან, რომ რაღაც იმუნიტეტი აღუდგეს მას, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო სჭირდება მოусმინოს წინასწარმეტყველს. მოდი მამ ანდრია, ფრაგმენტულია ძალიან. კი, აბსოლუტურად გეთანხმები და კიდევ ერთად გაჭირვებიდან გამომდინარე, გამოუვალი მდგომარეობიდან. და მოდი ახლა შევხედოთ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი ასე მოხდა, არის ის, რომ ამ სახელმწიფოში არ არის საზოგადოება, რომელიც მეფეს მას შეაგონებს საზოგადოება, რომელზეც აი ეს სამეფო საყრდენი გახდება და აი ამ ღირებულებით არჩევანს გააკეთებს. არ არის ასეთი სივრცე. გესმით, აი მთლიანად დაცარიელებული არის, ასეც უნდა იდგეს სახელმწიფო სივრცე და ეს ყველაფერი მოიტანა იმას, რომ იმანო ღვთისმსახურება აღარ არის. არის მსახურება ბაალის, არის მსახურება აშტარტის, არის მსახურება მეფის, მაგრამ არ არის მსახურება ღვთის. ანუ ისრაელის არსებობას აქვს შინაარსი. აი, მამ ანდრია თავის დროზე ჩვენ ვამბობდით და ეს ძალიან კარგად მინდა გავიხსენოთ. ნახეთ, ნოე როდესაც გამოდის კიდობნიდან, წმინდა წერილი ხაზგასმით ამბობს, რომ ნოემ ააგო საკურთხეველი და შესწირა წმინდა ცხოველთაგან თითო-თითო. და ეს აღსალემსხვევლად, ანუ ყოვლა დასაწუნსხვებლად შეწირა და ეს ოხშივარი, ეს ბოლი, ეს რაღაცა ადის ზემოდან, ნუ გვერდით არ დაედგომება, ძალიან მძიმეს და ძალიან ისეთი რთული სურათია, ხო? მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ აი ეს ხრჩხოლვა და ეს ყველაფერი კეთილსურნელებად მივიდა, ხმეთ, რაც ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ეს ღვთისმსახურება მიიღო, ხმეთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ნოემ კაცობრიობა კი არ გადაარჩინა. უბრალოდ ღმერთმა ნოეს სახით კაცობრიობა კი არ გადაარჩინა. არამედ ნოეს სახით ღმერთმა ნოეში შეინახა აბელის ღვთისმსახურება. კიდობანში ნოე კი არ შედის, კიდობანში ნოე შედის აბელის ღვთისმსახურებით. ადამიანის არსებობას შინაარსი დარჩეს, აბელის ღვთისმსახურება არ უნდა მოისპოს სწორედ და ნოე როდესაც გამოდის კაცობრიობა რატო იწყებს დასახლებას, იმიტომ რომ ნოემ გადაარჩინა, ნოეში გადარჩა ღვთისმსახურება. აი ეს მარილი, რითაც უნდა ადამიანმა თავისი არსებობა გააშინაარსოს და ის მისი არსებობა გამართლებული იყოს. ისრაელში არ არის ეს სწორედ გესმით. რატომაც ღმერთმა შექმნა ისრაელი, რატომაც ის არსებობს, რაც არის მისი მისია, ამისაგან არის გახარჯული. ამას გვიყვება ჩვენ წმინდა წერილი. და როდესაც ამას გაიგონებს მეფე იორამი, რომ უკვე დედები თავიანთ შვილებს ხარშავენ. ხო, ეს არანაირ რელიგიაში არ ჩნდება. შესაძლებელია წარმართული რელიგია არის, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის სხვამშეწირვას და იმაში წარმართული, ძალიან უხეში, მაგრამ დახვეწილი რელიგიური აზრი დევს. მაგრამ როცა დედა ხარშავს თავის შვილს და ჭამს, აქ უკვე აბსოლუტურად ამოწურულია ყველაფერი. მაგრამ იორამი დასკვნას ვერ აკეთებს. და იორამის დასკვნა ერთადერთია, რომ ელისეს ხრებზე არ შეჩება თავი. თქვენ კარგად ივარაუდეთ, მამ ანდრია, რომ ერთი ის არის, რომ ელისეს შეიძლება აბრალებს იორამი, რომ აი ამომეხოცა და ამომეჟლიტა ისინი აქ, ეს არ მომევიდოდა. მაგრამ ნეტარი თეოდორიტე კიდევ ერთ აზრს გვაწვდის ამასთან ერთად. ნეტარი თეოდორიტე ბრძანებს ასეთ რამეს. იორამს ქონდა, შეიძლებოდა იორამს ქონოდა მოლოდინიო იმისა, რომ ელისე სასწაულის მოხდანა შეუძლია და არ ახდენს ამ სასწაულს და არ შველის საბარიას. და ამიტომ უნდა მოკვეთოს. ამიტომ ესე იგი ელისე გადავიდა მტრისხარეს. აი ეს უხეში წარმართული დამოკიდებულება. ელისე არავის ხარეს არ გადადის, ელისე იქ არის სადაც ღმერთს უნდა. და შენ თუ ელისეს ამას აბრალი, შენ ამას ელისეს კი არა, შენ ამას აბრალი ღმერთს. გახსოვთ მოსეუბნებოდა, მე კი არ მეჯურები ღმერთს ებუზღუნები თუ ამით. მე იმას ვაკეთებ, რასაც ღმერთი მოუნება, ჩემთან რა პრეტენზია გაქვთ. ეს ძალიან სიმპტომატურია იორამის ეს დამოკიდებულება, როდესაც შენ
საღვთო სიწმინდეს მიმართავ საჭიროების მიხედვით და ამავდროულად მიმართავ შეკვეთით. კი არ ელოდები ღმერთი რაც გეუბნება, არა, უყურებ შეკვეთით, რომ შენ ახლა ღმერთმა აი ეს უნდა გააკეთოს, ახლა ამის დროა. იმის დრო იქ არ იყო, ახლა ამისი დროა და კარ ნახო ღმერთს. რა არის ეს? ოკულტიზმი. კი. აი ეს არის ოკულტიზმი. ეს არის სწორედ ის, რაც იმ კერპებიდან მოდის, რომელი კერპებითაც იორამი თავისი გონებით არის. ამიტომაც ხრებზე თავი არ შერჩება ელისეს. ალყა ძლიერდება, ალყა მძიმდება, სიტუაცია იქ ქალაქის შიგნით ენით გამოუთქმელი სიმძიმით არის წარმოდგენილი. შესაძლებელია უკვე კანიბალიზმი, რომელიც დაწყებულია სამარიის შიგნით, აი რაღაცა ამას პერიოდი გიჭირდება, ერთ-ორ დღეში არ ხდება, მაგრამ აი ცნობილია, მომანდრია კანიბალებს აქვთ სხვა გამოხედვა, რაღაც სხვანაირი გამოხედვა, ზოგადად კვლელს აქვს სხვანაირი გამოხედვა და აი კანიბალს აქვს კიდე სხვანაირი გამოხედვა და სახისფერი უმკრთალდება და რაღაცნაირად აი ქვემოდან იყურება, აი ცნობილია ეს ყველა აი ლენინგრადის ალყის დროსაც იყო, ხო, როდესაც ხო, გამოხედვაზე ცნობდნენ კი, როცა ხრიტავდნენ იმის გამო, რომ კანიბალიზმი არ გავრცელებული იყო, ხო? არ არის გამორიცხული, რომ სამარიაში მსგავსი რამის გაკეთებასაც ცდილობს მეფე იორამი, რომ კანიბალიზმი არ გამრავლდეს, როცა უკვე დედა ჭამშვილს და რა თქმა უნდა მეზობელს დაძლებენ და რაღაცა, ნუ ახლა საშინელი ის არის, ხო, პარამეტრები ამისა. ელისე უნდა მოკვდეს. ელისეს ბრალია ეს და გააგზავნის ელისესთან. აბა მეტი ვისი ბრალი იქნება. ხო, მეტი ვისი ბრალი, ვისი ჩვენთანაც ხო ესე არის, რომ ეკლესიის ბრალი იქნება. ხოთორი არასწორად რო აზროვნება, არასწორად რო ამის ბრალი ვექნება, შეიძლება აქციონ ეკლესიის ბრალია. ხო, ვერ იქნება ეს ვერანაირად იმის ბრალი, რომ საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა არ არსებობს არანაირად რაღაცა მსჯელობის და ანალიზის სივრცე გაკეთდეს, უნდა იყოს ბრალდებების სივრცე, უნდა იყოს თავდასხმების სივრცე, უნდა იყოს რაღაცა ცილისწამების სივრცე, უნდა იყოს რა ვიცი მე, დაპირისპირების სივრცე და არავითარ შემთხვევაში შეხვედრის, ანალიზის, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემის ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და შესაბამისად ბრალი სად არის საძებნი საინტერესოა კიდე. ახლა რა არის ახლა ეს რა ქვია მნიშვნელოვანი რომ აი ეს რაღაცა ჯგუფი რომელიც წავა ელისეს მოსაკლავად მეფის ბრძანების შესასრულებლად აი ეს ეცხადება ღვთისაგან ელისეს და ხუცესებთან ერთად სხვადასხვა ეს ტერმინი ხუცესებია გამოყენებული ძალიან საინტერესოა რატო? ხო, აქამდე არ იყო ხუცესები, აქამდე წინასწარმეტყველებს თუ ნახავდით ელისესთან შემოკრებულს. წინასწარმეტყველებს დასით უყდა. ახლა ეს ტერმინი ეს ჩემი კერძოაზე, ჩემი პირადი აზრია, ამით წმინდა წერილი გვეუბნება რითა ამ დიდარი ელისეს სივრცე და რითა ღარიბი იორამის სივრცე. რომ ელისეს სივრცე დიდარია საზოგადოებრივ და იორამთან უფრო გვაქვს კოლექტივი, ჯოგი რაღაც მასა. და ელისესთან საზოგადოება. და აი ამითაც გვაქცევინებს წმინდა წერილი ყურადღებას იმაზე, რომ ღვთისმსახურება და აი ეს ნორმალური აზროვნება, სულიერი აზროვნება, მორალური კრიტერიუმის შენარჩუნება არის წინაპირობა იმისათვის, რომ საზოგადოება არსებობდეს ქვეყანაში და საზოგადოების არსებობის მნიშვნელობის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვითხავთ ჯერ კიდევ მოსეს დროს და მერე თეოკრატიული მმართველობის დროს, საჯულობის დროს და საზოგადოების მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრეთ ჩვენ, როდესაც მონარქიის შემოღებასთან დაკავშირებით საუბრობთ წმინდა წერილში. აი შეინარჩუნა წინასწარმეტყველთა სივრცე. საზოგადოება შეინარჩუნა, რაც არ ყავს იმას იორამს. კვლელს მიგზავნისო, ამბობს წინასწარმეტყველი ეუბნება ხუცესებს, კვლელს მიგზავნისო მკვლელის შვილი. ხო, იგულისხმება ქაბი იგულისხმება. მაგრამ უფრო მეტად ალბათ აქცენტი შეიძლება იეზებელზე გაკეთდეს. იეზებელზე გაკეთდეს ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვნახავთ. გავახსენოთ მაყურებელს იზაბელი აქაბის მეუღლეა, დევნი და წინასწარმეტყველებს ისრაელში. რომელმაც პრაქტიკულად, ნუ აქაბზე ქონდა მან დაამკვიდრა ბაალის კერპი ძირითადად ის დამსახურება. კი და სახელმწიფო კმარობაზე მან გადაიყვანა მისი ქურუმები სწორედ. ჩვენ ვნახავთ მე რომ აქაბს კიდე მიწა ეღესა და იეზებელს მიწა არ აღესება.
ამაზე აკეთებენ აქცენტს. ამ დროს ეზებიელი ცოცხალია. ცოცხალია ეზებიელი. დედოფლის სტატუსით სარგებლობს და ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვნახავთ საოცარ თხრობას ეზებიელთან დაკავშირებით. აი ჩვენ ახლა ხო ნახეთ როგორი სიმძიმეა დედამშვილი მოხარშა და შეჭამა. კიდევ წინ აქვს ერთი სათქმელი იმას წმინდა წერილს. ნუ აი საოცრად მძიმე მდგომარეობაა ისრაელში. მორალური სულიერ თვალსაზრისით. აი ეს დაგმართაო, ეს მოგვივიდაო ღმერთისგან, ამას საღვთო დაშვება დაცხადებს ელისე. და რა საინტერესოა, ელისე გური ცოცხალია, ბიბლიური თხრობა რომ მოვაო, ის კაცო თქვენო კარებს მიაწექითო, რომ კარი ვერ შემოაღოსო. ელისე მოხუცებულია ამ დროს. ხო და რა საინტერესოა ახლა ღმერთს თუ დაშვებული აქვს რომ ამათმა ელისე მოკლან, ახლა ესენიც კარებს აცავდა ეჯაჟღურონ, ის ხო არ მოხდება, მაგრამ ელისე რაღაცნაირად აი ამ ადამიანურ იმას რომ ეს ბოლომდია, თუ ღმერთს უნდა ამ კარის ელიაც ხო დაემალა ეს. როგორ არ გაიქცა ელიაც, ხო? ეს ძალიან ცოცხალია და ეს ძალიან ბუნებრივიც არის, იცით მამანდრია რომ ადამიანური შიშის სიკვდილის წინაშე ეს ჩვენ წინა მოწამეებზე ვსაუბრობთ, ჩვენგანა იმაზე ვსაუბრობთ, რომ ისინი ადამიანები აღარ იყვნენ. არა, ისინი ადამიანები იყვნენ, მთელი თავიანთი ადამიანური სისუსტეებით და მთელი თავისი ადამიანური, რა ქვია, ბუნებით. მაგრამ მადლის სულისაწმინდისა მათში აი ამ ადამიანურ სისუსტეებს ამოასევდა სიძლიერით და ის გვირგვინოსნები გვყავს, რომლებიც წმინდა მოწამეების სახით არის მოცემული. ამიტომ რაღაცნაირად ეს ცოცხალი თხრობა, ეს ცოცხალი დამოკიდებულება, ეს სხვას კი არა, ჩვენ გვერხება, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს ჯანსაღი ნორმალური საეკლესიო აზრი ჩამოსაყალიბებლად არის მნიშვნელოვანი და არა იმით, რომ რელიგიურად ანგაჟირებულმა და იმან საერთოდ იმას საკნას მეორე რადიკალურ მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი. მაგრამ აქ ერთ სიტყვას ამბობს კიდევ ელისე, რომელიც ძალიან ყურადსაღებია. აჰა მისი ბატონის ფეხის ხმა ისმის რომ ის ყვალობაზე, მის უკანო. და ამას წმინდამამები ხედავენ, რომ ელისე მიწინასთან მეტყველაო, რომ მეფეო მანერული გადათქვავდაო თავის ბრძანებას, რადგან სიტუაცია გამოიცვლებოდაო და ანუ აი კარგადაც ჩანს აი ეს წინასთან მეტყველების სული. ელისე იმას კი არ ამბობს, რასაც ასკვნის. ელისე სალაპარაკებს სული. ხო, ელისე ლოგიკურად კი არ შეიძლება. მაგრამ მეფე არ მისულა ელისესთან. სახური გააგზავნა, თუმცა შემდეგ თავში რაღაც ისე. ხო, სახური გააგზავნა, მაგრამ მერი არის იქ ერთი პასაჟი, ერთი ძალიან მოკლე წინადადება წერია. ხო, მეფე როცა იყო, ანუ საქმეც ის არის, რომ ჩანს, ოდესაც სამარიის ალყა დასრულდება, კეთილსინებებს იორამი და ეწოვა ელისეს. სხვა შემთხვევაში ხო. ანუ აქ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენად მალე გამოიცვლება და იმდენად რადიკალურად გამოიცვლება სულათი, რომ უბრალოდ ეს კალის მიწოლის ესეთ სიმბოლო უნდა იყოს იმისა, რომ ბრძანებას ეს წინააღმდეგობა დახვდება და ამ ბრძანებას ეს ვერ გადალახავს. ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელის ეუბნება ელისე მეფის სახურს, რომლის მარჯვენასაც ეყრდნობოდა ის, რომ ხვალე ძალიან დიდი იაფე იქნება სამარიაში და სამარია მოისუნთქავს. და ეს იორამის ერთგული იორამისავით მოაზროვნია და ცათა სარკმლები როც გახსნასო ღმერთმა ასეთი რამე მაინც ვერ იქნება. ელისე შეხედავს და ეტყვის, ნახავო, მაგრამ ამის გემოს ვერ გაიგებო. საოცარი რამეა. აი როგორ არის რომ აი ეს ღვთისმსახურს მისი სულით აწინასწარ მეტყველებულს შეიძლება ვერ გაიგო რა გითხრა, მაგრამ უნდა უსვინო და მეყვა. მოციქულებიც ამას აკეთებდნენ. განა მოციქულებს ყველაფერს ესმოდათ. სულ ეკითხებოდნენ საიდუმლოსერობაზე, საერთოდ ფილიპე რა კითხვას უსვავს იესოს. რო აღდგება იესო, კიდევ იმასვება კლეოპარო იმასვება ემაუსის გზაზე. კიდევ იმას ლაპარაკობენ, მე მაცხოვარი განუცხა, კიდევ სასწაული არისო, ხო? ცოცხალი პურის შესახებ რო იქადაგა ჩვენმა მაცხოვარმა. ხო, და ხალხი რო ემზადება იესოს გასამეფებლად და ნუ რაღაცებს ვერ გაიგეს და დაიფატნენ. ხო და მაცხოვარი ეუბნება თქვენ ხო არ გინდათ უწას. ხო. პეტრემ შენთან არის სიცოცხლე სიტყვები, რასაც განა გაიგო პეტრემ ბოლომდე. არა, მაგრამ იცის პეტრემ რომ იესო რასაც ლაპარაკობს. ესმის თუ არ ესმის მას უნდა გაყვეს. ხო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს არის მის იუდა სწორედ. როდესაც იუდა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ უკვე ის თვითნებურად უნდა მოქმედებდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დასკვნა გააკეთა და მეტი დასკვნა ახლა იესოში გასაკეთებელი აღარ არის. აი ამას არ აკეთებენ სწორედ დანარჩენი მოსი. ამან აატირა პეტრეს სწორედ. ეს არის ის ცრემლი, რაც ცრემლს პეტრე მიაბრუნა 60 კულოხისებამდე და მოციქულთა თავად დაადგინა. აი ეს ბინდობა, მორჩილება, ერთგულება, წმენა. აი ამ სურათის პარალელურად ბიბლია მეორე სურათის წარმოდგენას გვიწყებს 4 კეთროვანი ქალაქის შესასვლელთან არის, ამათ არავინ არ ეხება, არც მომხდური და არც კეთროვნები არიან და არეკარებიან არავის. და ისინი იმედზე არიან ვიღაცა რაღაცას თუ გადმოუგდეს, მაგრამ ეს გადმოსაგდებიც აღარ არის, შვილების ჭამაზე არიან გადასულები. და ერთი ეტყვის დანარჩენს, რომ გინდა აქ მომკვდარ ვართო, შიმშილითო და გინდა არამელებთან ჩავსულ ვარ და იმათ მოუკლი ვართო, რომ ეს კეთროვანებს დაინახავ, რომ არ მიკარებოდნენ. და იქნება იქ მაინც რომ ვიღაცამ რაღაცა გადმოგვიგდოს ლუკვაპული, ანუ იმდენად ძიმე მდგომარეობა, რომ არამელებთან იმ ტრის ბანაკში წასვლა გაცილებით სარგებელი ჩანს, ვიდრე აი აქ სამარის კედელთან დარჩენა. დაიძრებიან და წალენ. სხვათა შორის გარდამოცემა გვეუბნება, რომ ეს 4 კეთროვანი არის გეხაზი და მისი შვილები, რომელიც გაკეთროვანდა ელისესაგან, ელისეს მსახური. ისე გეხაზი მერე იორამთან ჩანს. იორამთან ჩანს კი და ამბობენ რომ აი ეს ელისეს ის მსახური, რომელიც გამოუშვა ელისემ, იმის გამო რომ ნეემანასურის ფული გამოართვა, ქონება მერე აღმოჩნდა იორამ მეფესთან. ხო, მაგრამ ეს შემდეგი თხრობა. ხო, შემდეგი თხრობა და აი მის თქმა მინდა სწორედ რომ იქ მეფემ სავარაუდოდ აი აქედან ახლა ეს კეთილმახარებელი იქნება კარგი ამბისა და შესაძლებელია თავისი წარმართული შეხედულებების ყოლობაზე ეს კეთროვანი დაიახლოვა იორამმა. და ფიქრობენ რომ ეს გეხაზი და მისი სამი შვილია. ჩავლენ ბანაკში, ტრის ბანაკში და ხედავენ რომ მიმოფანტულია ყველაფერი და ერთი ჯარისკაციც არ აჩანს. ხო, ერთი ჯარისკაციც არ აჩანს. შთაუგონებიაო ღმერთს მათთვის ლაშქრის ხმა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეგვიპტისა და ხეთების მეფე დაიქირავა. მეფე იორამმა ჯარი დაიქირავა და გაერთიანებული ლაშქარით მოგვადგება ახლა ჩვენ და შეშინებულები გაიქცნენ. სანამ გავაგრძელებდეთ. აი მინდა ხაზი გაუსვა რომ აი ქრისტიანულ ლიტერატურაში ვინმე თუ კალამს ხელი მოკიდა და აი ამ მომენტში ეხო. ყველა აი აბსოლუტ გამონაკლისოდ ყველა საუბრობს იმასთან დაკავშირებით. საღვთო შეწევნა რამდენად დიდებულია და რამდენად უნდა ენდო მას თუნდაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში. და მამები ხშირად აკეთებენ ამ აქცენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პიროვნების შიგნით ხდება, სწორედ რომ ეს სულიერი არამელები, სულიერი დამასკოელები ასე გვიტავენ ჩვენ და ცდილობენ რომ ამ სასწაულყოფილ მდგომარეობაში ჩაგვაგდონ ისე რომ საშინელი რამეებიც კი გვაკეთებინონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეხსნათ სასუებას, უფლისას, რომელსაც შეუძლია ერთ იმაში, რა ქვია, გაელვებაში აბსოლუტურად ყველა ის წარკვეთის, რა ქვია, წარხოცოს და ყველაფერი, ასე იგი, ჩვენ ფეხით გაშალოს და მტერი დაამარცხოს. ანუ ამით მამები გვეუბნებიან რას? ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მტერს ებრძოლები არა შენ, არამედ მტერს ებრძოლება შენში ღმერთი. შენ მტერს ვერ ამარცხებ. შენ მტერის საშინელ მდგომარეობაში გაგდებს. და თუ გინდა მტერს ძლიო, მაშინ შენში უნდა შემოვიდეს საღვთო ძალა. ეს ძალა ძლევს მტერს, თორე თვითონ შენ ვერ ძლევ მტერს. აი, როდესაც არის საუბარი მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ნებასთან აი მაგალითად ხშირად გაგვიგონია, ხო? რომ არ იმრუშო, რაღაცა არ იმასაკნა, არ იმას ეს სულ ლოზუნგებია, სულ სადღეგრძელოებია, ამას არ აქვს არანაირი შედეგი. ჩვენ თავარი რამე უნდა უთხრათ. ეკლესიაში მთავარი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ მე არ შემიძლია რო არ ვიმრუშო. მე არ შემიძლია ეს ვნება, მე ამ ვნებას ვერ ვჯობნი. მე ადამიანი ვარ. იმისათვის რომ არ ვიმრუშო, იმისათვის რომ არ ვიპარო, იმისათვის რომ ცილი არ დავწამო, იმისათვის რომ არ ვიცრუო და ასე შემდგომ და ასე შემდგომ.
მე ამათ წინაამდე გალაშქრება ვერაფერს ვერ მომიტანს. მე დაუმარცხენთან ერთად უფალ. როდესაც ჩემში შემოდის სული უფლისა, მადლი სული საწმინდისა, ის არის რომ ძლევს ჩემში მრუშობის უნებას, ის არის რომ ძლევს ჩემში სიცრუის უნებას. მე კი არა, ჩემში ღმერთი. ამიტომ მე იმდენად მრუშობას კი არ ვებძვი, რამდენადაც ვიბძვი იმისათვის რომ ღმერთი შემოვიდეს ჩემში. სული წმინდის ძალები მომეცეს მე. ამ ძალებმა უნდა დაამარცხოს ის უნება. და არა მე. და არა რაღაცა მოწოდებამ რომ მრუშობა ცუდია, ცილისწამება ცუდია. მე რა რო ცუდია, მე მაწყობს. ამიტომაც არ მაქვს შედეგი, არა მაქვს შედეგი, შენი ამ ქადაგებიდან ადამიანმა შეიყვარა ცოდვა, უყვარს ის ცოდვა და ამიტომ ამ ქადაგებას არა აქვს აზრი, არა აქვს ნაყოფი. ისო ნაყოფიერი იყოს, მე უნდა ვიცოდე, რანაირად უნდა შევწვდო, ვიმრუშო და აღმოჩნდება, რომ მე ამის ძალები არა მაქვს. აბსოლუტურად სუსტი ვარ და საამისო ჭირდება მადლის და ეს მადლი სად მეძლევა? დაუბრუნდეთ იმას ასვით. ეს მადლი მეძლევა ღვთის მსახურებაში. ამიტომ მინდა ღვთისმსახურება. იმიტომ კი არა რელიგიურია ჩემება აქვს ვიღაცას, არა რომ გადაგარჩინოს, რომ გადამარჩინოს. 2 დღის განმავლობაში ეზიდებიან სიმდიდრეს, რაც გეხაზისათვის დამახასიათებელია, ჭამენ, სვამენ და ბოლოს ეტყვის ალბათ ისე გეხაზი რომ ხარების დღეაო ეს დღე. და არ იქნებაო, არ არის მართებული ჩვენი მხრიდან, ჩვენ მარტო სარგებლობთ ამისთვის, შევატყობინოთო ქალაქს. და რომ იბრუნდებიან ქალაქთან, იქ ებგურს გასახებენ. თაშლილიაო ჯარი არა ჯარი ალყა არ არსებობსო. ანუ საინფორმაციო იმაშიც არიან აქ, ვაკუუმშიც არიან აქ. ანუ სადღაც იურამს ინფორმაციაც არ მოსდეს გესვით, აი იურამი უყურებს სიკვდილი როდის შემოვა იმაში, სამარის კედლების არჯერა რომ ტერი გაიქცა. ხო, ისიც არჯერა. რომ ესაო რაღაცა ხრიკი იქნებაო და დაზვერვას გააგზავნის და ნახეთო სპეციალურად ხო არ გავიდნენ რომ ჩვენ ქალაქიდან გამოვიდეთო ეს სამი კედელი იყო როგორც გითხარით იმაში რომ ეს კედლების ის მოვასუსტოთო და იოლად ველზე დაგვამარცხო. ხო, ველზე დაგვამარცხონდა. გააგზავნის ამ დაცვას და ამ დაცვიდან ამ იმას აქვია რაზვიდან ერთ-ერთი ის არის სწორედ რომელიც ელისესთან რო იყო. და ხედავს რომ ეს ბანაკი კი არა ცოტა იორდანემდე გავლენ. ანუ ძალიან დიდ მანძილს დაზვერავენ. და ხედავენ რომ გზაზეც არა მარტო აკრიან, გზაზეც მიმოფანტულია ეს ისა გზაზეც პანტავენ ეს. გაქცეული და მოbrunდება უკან ეს. რაზმი და მეფეს მოახსენებს რომ ალყა სამარის არ არსებობს, გამქრალი ეზო. და ეს მოსახლეობა გაგეჟებული, გახარებული იმით რომ ესე იგი საკვები იპოვნება და ისა აი კანიბალიზმამდე დასული ისა, ხო? გამოვარდება, გადათელავენო ამ იმას და მოკვდება ეს, ანუ გაიგებს ამ ამბავს, მაგრამ ვერ იგებებს ამას, როგორც ელისე წინასწარმეტყველმა, უწინასწარმეტყველმა მას. ამით სამარიის ალყა დასრულდება. მაგრამ იორამის წარმართული შეხედულებები არ სრულდება. იორამის წარმართული მართლობა არ სრულდება. და წმინდა წერილი შემდეგი თხრობა უკავშირდება სწორედ იმას. რამდენად მძიმეა რომ ღვთისმსახურებაში არ ახარ და რამდენად კიდევ უფრო მომაკვდინებელია, როდესაც ღმერთი თავისი სიყვარულით ამ წყალობას მოგივლენს, მაგრამ ამ წყალობის მადლიერიც არ ახარ და ისევ წარმართულად აგრძელებს ხოლმე. გიორგი, დიდი მადლობა ამ საინტერესო თხრობისთვის. აქ ჩვენ ნახეთ რომ იორამი არაკეთებს დასკვნებს, იორამი არაკეთებს არჩევანს, გზა გასაყარზე ხედავს რომ მისი ქალაქში მისი მაცხოვრებლები აი ამ ქალაქის დავიდნენ უკიდურესად არაადამიანურ მდგომარეობამდე და მისი არჩევანი მაინც არის ის რომ რაღაცა გააგრძელოს ეს წინასწარმეტყველის ბრალია ყველაფერი მასთან აგზავნის დასასჯელად ხალხს გაკერპებული არის თავის უკეთურებაში. მოკლედ ესეთი მაგალითი არის რომელიც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა პიროვნებას შემთხვევია და ესაც ესეთი ნიმუში არის ქცევისა, როგორცაც არაერთს გვაძლევს ბიბლია იმისაც რომ შემდგომში გავიხედოთ სამომავლოდ. მაყურებელს შევახსენებ რომ ეს იყო მეოთხე მეფეთა მეშვიდე თავის საკითხავი. ჩვენ სტუმარს გიორგის უხდით დიდ მადლობას მოგზაურობისთვის, მაყურებელს დავამშვიდობები. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.